პრობლემები არის თვალშისაცემი, ეს ხელს არ უწყობს ზოგადად ნორმალური საარჩევნო სიტუაციის ჩამოყალიბებას, ძაბავს საზოგადოებას და რაღაცა სრული პოლარიზაცია შეიძლება მივიღოთ არჩევნებამდე ჩვენ ქვეყანაში. მადლობა და ბოდიში მინდა კიდევ ერთხელ მოგიხადოთ რომ დაგაკარგინეთ 20 წუთი. ჩემი და თქვენი ურთიერთობა ნებისმიერ ლოდინს გადალახავს ისე რომ კარგით, მადლობა. წარმატებას გისურვებთ. ეს იყო გია ცაგარეიშვილი, თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და გადავდივარ ისევ ლალი მოროშკინასთან. ლალი, აი ასეთი განწყობებით გადის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც არჩევნებზე. როგორ ფიქრობ შენ რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა აი ეს განწყობები რაც ეხლა პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ. ინგა სხვანაირად ვერ ავხსნიდი რა ენაზე საუბრობდა ზაქარია ქუცნაშვილი. ძალიან დიდი ბოდიში დემოკრატია იქნებოდა და ევროპული ფასეულობა, რომ მას ერთ შეკითხვაზე მაინც ადეკვატური პასუხი გაეცა, მით უმეტეს იურისტია. სხვათა შორის მასვე შევახსენებ, რომ მის გაპოლიტიკოსებაში სამწუხაროდ ძალიან დიდი ღვაწლი აქვს და ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული ბატონ თამაზ მეჭიაურს, მას არც ერთი სიტყვით არ უხსენებია, როდესაც ლაპარაკობს პროდასავლურობაზე, პროდასავლურობა იქნებოდა, როდესაც შენ მართლ გუნდს წარმოადგენ, შეგეძლოს პასუხების გაცემა და როდესაც ჩემსკენ იშვერს ხელს მე ვეტყოდი, რომ ჩემი ერთი და სოფო მაროშკინა არის იუნესკოს მაღალჩინოსანი უკვე 20 წელია და ჩემი მეორე და ნინო მაროშკინა არის მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსანი ასევე 20 წელია და ისინი ორივე ჟენევაში ცხოვრობენ. შესაბამისად, ჩემმა ოჯახმა კარგად იცის რა არის ეს ფასეულობები. მე მეპარება რომ ამ ყმაწვილს დაავიწყდა და თურმე არსებობს განსაკუთრებული კოგორტა რომელიც უნდა გადაყვეს ოცნებას და სხვა დანარჩენი მისი თქმით პატარა ჯგუფი კი ხო ძალიან ეთკინება მას განსაკუთრებით მე ამ ყმაწვილს არ ვუსურვებდი და ძალიან მძიმე იქნება ის სანახაობა თუ ბატონი თამაზ მეჭიაური იქ დააყენებს თავის კანდიდატურას მაჟორიტარ დეპუტატად სადაც ეს ადამიანი გაურკვეველი სლენგით ანუ ერთმანეთს იქ შეებრძოლებიან ძველი მეოცნებები ზაქარია ქუცნაშვილი და თამაზ მეჭიაური ლალი. იცით რა, უბრალოდ ბატონ თამაზ აქ კეთილშობილების ძალიან დიდი პროცენტი შეიძლება უბრალოდ შეეცოდოს მაინც და მე არა ვარ ასეთი კეთილშობილი, მე ამას გავაკეთებდი, მაგრამ ბატონი თამაზი ჩემგან განსხვავებით ზედმეტად ასეთი მთიულურად და ლამაზად და ქართულად უყურებს. მე მაინც ქალი ვარ და რაღაცები შეიძლება უფრო სურისმაძიებელი ვიყოდი. ერთი კითხვა თუ შეიძლება, როდესაც შეკითხვა დავსვით სახელმწიფო გუნდის წარმომადგენელთან, ეხლა პირდაპირ ეთერში, მან ჩამოთვალა ძალიან ბევრი საკითხი, რაზეც თქვა, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს სალაპარაკო, ჩვენ სამომრჩეველთან, ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ. როგორ ფიქრობ ამომრჩეველი ამ არჩევნების შემდეგ მისცემს უმრავლესობის მანდატს ოცნებას? ძალიან გაუჭირდება ოცნებას და მან თავად იცის ეს ამბავი, მით უმეტეს აი ესეთი ეთერების მერე საერთოდ წარმოუდგენელია. მე არანაირ პოპულისტურ განცხადებას არ გავაკეთებ, სამწუხაროდ ეს ჩვენი ყოველდღიური ფაქტია, როდესაც ნაგვის ყუთებში წელამდე ჩაყუდებულ ადამიანებს ხედავთ, ხო? როდესაც ხედავთ უბედურებას და საუბრობს, რომ თურმე ეკონომიკა 3%-იანი და 4%-იანი ზრდა და რაღაც მართლა ჩიქორთულ ენაზე საუბრობდა, რომელ ზრდაზე საუბრობთ. გაიაროს ხალხში, მე იმიტომ ვამბობ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ მოვიდნენ, თქვათ, მმართველობაში, გუნდში, მაინც არ დაკარგეს, თუმცა ძალიან მცირედი დარჩნენ და სხვათა შორის ისინი ვერ მოხვდნენ იმ სიაში და რაღაცა ვერ გადაყვნენ ოცნებას და ვერ დაიმსახურეს, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანებად დარჩნენ. მაგრამ წაყვა ოცნებას ის ადამიანები, რომლებიც აი ზაქარიასი არ იყოს რაღაცა აქ ეს ტრეინინგი მიღებული ამერიკის ელჩისგან და პროდასავლურობაზე კი არ არის აქ საუბარი. ჩვენ კარგად ვთქვით ბატონმა თამაზმა არაერთხელ თქვა, რომ ორივე ხელით ვაკაკუნეთ ნატოს კარებზე, არ გაგვიღეს უბრალოდ და როდემდე შეიძლება ესე დავყოთ ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდა ნულზეა და ნულის ქვევით არის, ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან, ნატომ კარი დაგვიხურა და ჩვენ ვხედავთ ევროპა უკვე ეხვეწება რუსეთს, რომ რამენაირად მიიღოს მონაწილეობა, მათთან ერთად კი არა რუსეთის ფრთის ქვეშ, რომ აი ის ტერორისტული აქტები შეაჩერონ. ჩვენ დღეს უკვე ვართ მოწმე იმის, რომ დღეში არის 3-4 ტერორისტული აქტი მთელი ევროპის და მთელი ჩვენი სამეზობლო არის ურთულეს მდგომარეობაში და ის უფრო ნორმალურია, ვიძახოთ, რომ გავაღრმავოთ კონფრონტაცია მეზობლებთან. ის უფრო ნორმალურია, რომ ადამიანებს უთხრათ, იცით რა, ეს 1-4 წელი ჩვენ მე ზუსტად ვიცით, თქვენ იცით, ჩვენ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ რა. ეს საუბრები კულუარული არის, რომ კაი რა ეს 4 წელი რაც გავაკეთეთ, კიდე 4 წელი რა და მე პრობლემა არ იქნება. მე მაგალითად ძალიან მინდა, რომ სათითაოდ ყველა ასეთი ტიპის
მმართველთან, ეგრეთ წოდებულთან შევიდეს კომისია, აღრიცხვა გააკეთონ, რითი მოვიდნენ და რითი მიდიან 4 წლის შემდეგ. ვიზე გაქვს ეჭვი ლალი და უნდა დავასრულო. ძალიან ბევრ ადამიანზე, რომელიც კვლავ წაყრონჭილი ჰალსტუკებით გვეყელყელავდა ეკრანიდან. სახელმწიფო გუნდიდან დიახ, აუდიტი შევიდეს და ნახონ, რითი მოვიდნენ ისინი ამ სავარძლებში და რითი მიდიან. მე მაინტერესებს ციფრები 4 წლის წინ რას წარმოადგენდნენ და ეხლა რითი მიდიან და აი იმ ოქროს ჩემოდნით რა გადააქვს შემდეგ პარლამენტში, რომელსაც ვერ ეღიწყებიან. წუთიც აღარ მაქვს. მე უნდა გადავიდე უკვე მალე სანდრო ვებხვაძესთან ბიზნეს კონტრაქტი იწყება პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში. ლალი, შენი სათქმელი პრემიერისთვის, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნე. ჩემი სათქმელი არის მხოლოდ ერთი, რომ როგორც პრემიერმა დაალაგოს ურთიერთობა, არა აი ამ ღვთისმიერი რიტორიკით, რომელიც არ მუშაობს, ხალხს სისხლი მოსდის და თუ ხვდება, რომ ვერ ალაგებს და ჩვენ კონფრონტაციულ რეჟიმით მივდივართ და ყველა ერთმანეთთან წაჩხუბებულია მისივე გუნდში, ხო? მაშინ ჩამოიხსნას ეს ვალდებულება, ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი, რომელიც მას აღებული აქვს თავის თავზე და გადგეს გვერდზე. ანუ მეჭაურის გუნდი ღიად უპირისპირდება გიორგი კვირიკაშვილს. ჩვენ სათქმელი ვთქვით. წარმატება მინდა გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ამით უნდა დავასრულოთ